ადამიანი სანამ საკუთარ თავს შეიცნობდა და გაერკვეოდა თავის უნებლიე ქმედებებში, იგი მოძრაობდა და ამ კინესიკით გამოხატავდა საკუთარ ხასიათს, ბედნიერებასა თუ უბედურებას. მოგვიანებით მან გარემოს შეცნობა დაიწყო, ნადირობა, თევზაობა, შეშიშჭრა, მიწასთან მუშაობის მეტი კულტურა გაჩნდა და ეს მოძრაობები მის ცხოვრებაში დღითით ღემკვიდრდებოდა. უძველესი დროიდან, რაც კი ადამიანი გაჩნდა ამ ქვეყანაზე, ალბათ ადამიანში უფალმა ჩადო ის კოდი, რომ როგორ ერჩინა თავი. საკვებს მოიპოვებდნენ თუ არა, ბრუნდებოდნენ ისინი რა თქმა უნდა შინ და ყველა თავისებურად ყვებოდა თავისი მოძრაობით, თავისი ჟესტიკულაციით, თავისი შესახელებით, გახმოვანებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყვებოდა და აღწერდა იმ ნადირობის პროცესს. როგორ ხდებოდა ბრძოლის შრომის პროცესი, საზეიმო მდგომარეობა, რაც ქართველებს აუცილებლად დღესაც და ყოველთვის თან ახასიათებს. აქედან გამომდინარე, დაიბადა რა ქართველი კაცი, ის უკვე მღეროდა, ის უკვე ცეკვავდა, ის უკვე მუსიკას უკრავდა. აი ეს ვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიაზროთ და ვთქვათ, რომ ის ნელ-ნელა იხვეწებოდა, მოდიოდა საქართველოს ყველა კუთხეში. საქართველოს ყველა კუთხე განსხვავდება თავისი სიმღერებით, თავისი ცეკვით, თავისი მუსიკით, თავისი ჩაცმულობით. ეს გამოიხატება მათი ბუნებით, მათი ადგილმდებარეობის ცხოვრების ადგილმდებარეობით. გამომდინარე იქიდან მის მთაში ცხოვრობს თუ ბარში ცხოვრობს. იმ სიმღერას გადმოსცემს, რაც მას ეღიღინება, რაც მისი გული და მისი სულიერი სამყარო განახო. ასევე რა შრომაშიც იყო ჩაბმული ქართველი კაცი, იმას გადმოსცემს თავის ცეკვებში. რა ბრძოლებიც გადაიტანა საქართველოს საუკუნეების მანძილზე, ის ჩადო. ავიღოთ თუნდაც ცეკვა, ლაზური, ლაზნეთევზეთა ცეკვა, რაც შემდეგ სცენაზე გადმოვიდა და სრულდება ნავების შესვლა ზღვაში, ნავების მოძრაობა, ბადეების აკენსვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ზუსტად ყველაფერი გადმოტანილია სცენაზე. მიმბაძოლობამ ხელი შეუწყო ახალი კულტურის, ანუ პაროდირების დაბადებას. ვის როგორ შეიშინა ნადირის, ალბათ ვინ როგორ გაიქცა, ვინ პირიქით ეძგერა და რა იარაღით და როგორ განგმირა ცხოველი. ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ტრადიციებში გადადიოდა. ყოველი ნადირობის შემდეგ ალბათ ეს უკვე ტრადიციებში გადადიოდა და ამას სხვადასხვანაირად ყვებოდნენ. რა თქმა უნდა ის ფრინველზე იყო თუ მხედზე. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო მოძრაობების განვითარებას. ალბათ ასე შეიქმნებოდა ხალხში პირველი ცეკვა, პირველი ილეთი, პირველი მოძრაობა, რომელმაც შემდგომში განვითარება ჰპოვა და ყოველი ხინისა თუ ბედნიერებისა თუ უბედურების, ომისა თუ ჭირვარამის დროს ადამიანები ამ ემოციებს გამოხატავდნენ სარიტუალო მოძრაობებით. თქვა თუ დააკვირდებით, ეხლაც ახასიათებთ აჭარაში მოცეკვავებს, ნახევარკალზე დადგებიან, სათითაოდ გამოდიან და ყველა თავის დაბას ილეთებს, ასრულებს. ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდევაც და ჩვენ სულ ახალ ცეკვის ილეთებს ვაჩვენებენ. ქართული ქორეოგრაფია სანამ დღევანდელი სახით მოვიდოდა ჩვენამდე 1000 წლეულების განმავლობაში ვითარდებოდა. არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, რომელიც ნაყოფიერების ღმერთის მთვარის პატივსაცემად სრულდებოდა. უძველესი საფერხულო რიტუალის ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალა, რომელზეც ნიღბებიან მონადირეთა ფერხულია გამოსახული. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ძველი წელთაღრიცხვის მე-2000 წლეულით დათარიღებული ეს ფიალა სვანეთში ნადირობის ღვთაება დალისადმია მიძღვნილი. ამ კუთხეში სხვა სარიტუალო ფერხულებთან ერთად დღემდეა შემორჩენილი სამონადირეო ფერხულებიც.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე თავის ნაშრომში ანაბაზისი ქართულთა წინაპრების მოსინიკების შესახებ მოგვითხრობს. ბრძოლის მონაწილენი მწკრივად დგებოდნენ, ერთი მათგანი ცეკვა სიმღერას იწყებდა, ხოლო სხვა დანარჩენი მღერით რითმულად მიაბიჯებდა. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს არის საწყისი საბრძოლო ცეკვა ხორუმისა. ანუ ქართული ცეკვა მასტიმულირებელი სახით გამოჩნდა ერში, რაც ცხადია მეტ მოწონებას დაიმსახურა. რომ არ ყოფილიყო აღორძინებული ქართული ხალხური ქორეოგრაფია არ დაფიქსირდებოდა მაშინ ასეთ მაღალ დონეზე. ქართული ცეკვა აუცილებელი იყო ჯარშიც, ომშიც, თუნდაც სავარჯიშოთაც კი. აი პირდაპირ მეფემ დავით აღმაშენებელმა მიუთითა, რომ საბრძოლო მოძრაობებში და მილეთებში შეეტანათ საცეკვაო ნიმუშები. და მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან უთულესი და უდიდესი გზა აქვს გავლილი ქართულ ქორეოგრაფიას, მანამ ჩვენამდე მოაღწევდა. რა თქმა უნდა, ისე როგორც ვითარდებოდა ქართული ერი, ასე ვითარდებოდა ქართული ქორეოგრაფია. აი ესე ნელ-ნელა თანდათანობით თვითონ ყველა რაიონში, ყველა სოფელში, თაში თუ ბარში ტარდებოდა დღეობები, ზეიმები, იყო ჭიდაობა, იყო ლხინი, იყო როკვა, იყო სიმღერები და ასე მოვდიოდით საუკუნეების მანძილზე. და მე ალბათ შეიძლება ითქვას უკვე, რომ გამოჩნდა კაცი ვიღაცა ნიჭიერი, რომელმაც ამას უფრო მასიური ხასიათი მისცა, ანუ შეკრა ჯგუფური ხასიათი შეიძლება ითქვას. დღევანდელი ენით რო ვილაპარაკოთ, შეიძლება ანსამბლურობას დავარქვათ ამას. იყო ვინმე ასეთი ალექსიძე სონღულაშვილი 1887 წელს 13 წლის ასაკში ის პირველი გამოიყვანეს სცენაზე, როდესაც იგივე ალექსიძემ 1902 წელს მე-20 საუკუნის გარიჟდაზე შექმნა ქორეოგრაფიული სტუდია. შემდგომ ძალიან გაკეთილშობილდა ქართული ცეკვა და ამის მამამთავარი ალბათ შეიძლება ჩაითვალოს ბატონი დავით ჯავრიშვილი, რომელმაც პირველმა შექმნა ქართული ცეკვის ჩაწერის ანბანი, შეიძლება ასე დავარქვათ, და ის სწავლობდა ხალხისგან, სწავლობდა აი ქუჩაში, ეზოებში მოსიარულე ლეკები იყვნენ ეს თუ დაუშვათ კახეთიდან ჩამოსული თუ თიდან ჩამოსული მოცეკვავები იყვნენ, არა? ხო, აი იმათგან სადაც კი გაიგებდა რაიმე დოლის ხმას, ან რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტის ხმას, გარბოდა და მაშინ თბილისი არც ისე დიდი იყო, ადვილად აგნებდა, ნახულობდა, სწავლობდა, ბაძავდა და კვირაობით სახლში არ მიდიოდა, იმიტომ რომ ხალხიდან ეს გადმოეტანა და სცენაზე აეტანა. თუშეთს ამშვენებდა ვინმე იოსებ ცათიაშვილი, რომელიც ლეგენდად არის ქცეული. ყაზბეგს მოხევებს ამშვენებდა ალექსი შადური. და იმასაც ამბობენ, რომ თვით ალექსანდრე ყაზბეგი ძალიან კარგად ცეკვავდა ქართულს. ასევე ამშვენებდა აჭარას ინდივიდები. მაშინ ქორეოგრაფი არც არ იყო ჯერ. გამოჩნდა თავკაცი ბატონი ენვერ ხაბაძე, რომელმაც პირველმა ითავა დადგა პირველი ხორუმი, პირველი ლაზური, მაშინ სასტიკად იყო აკრძალული ქალის ცეკვა, გამოსულმალებული იყო აჭარა და მან აღადგინა შესძლო ფატმა კობალაძის ქალის დათანხმება, რათა მას ეცეკვა სცენაზე გადაგანა. ასევე კახეთში, ასევე ქართლში გამოჩნდნენ ქორეოგრაფები ნელ-ნელა და ეს ინდივიდი მოცეკვავეები შეიკრიფნენ. ახლა დადგა ჯერი სცენაზე ასულიყო. ეს ხალხი და პროფესიონალური სახე მიიღო.
1985 წელს ლადო აღნიაშვილის მიერ შექმნილ ანსამბლს მოგვიანებით 12 კაციანი საუკეთესო მოცეკვავეთა ჯგუფი შეუერთდა. ამ დასით აღმოსავლეთ საქართველოში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი შედგა. მსგავსი ანსამბლი კიწი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით დასავლეთ საქართველოშიც არსებობდა. 1940 წლის 11 იანვარს ორივე კოლექტივი გაერთიანდა და მას საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი დაერქვა. ქორეოგრაფად მიიწვიეს ცნობილი ქორეოგრაფის დავით ჯავრიშვილის მოსწავლე ჯანო ბაგრატიონი. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ქართული ცეკვის დაარსება. ჯანო ბაგრატიონმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში. მოგვიანებით ანსამბლს წლების განმავლობაში სათავეში ედგნენ ნინო რამიშვილი და ილიკო სოხიშვილი. თავის დროზე ნინო რამიშვილისა და ილიკო სოხიშვილის მსოფლიო ტრიუმფი სხვა ქორეოგრაფებისათვისაც სტიმული გახდა შეექმნათ საცეკვაო დასები და ახალ-ახალი თაობები აღეზარდათ. ქართული ცეკვის ტრადიციამ არაერთი ბავშვთა სტუდიის დაარსება განაპირობა და ქართული ქორეოგრაფიის განვითარება დღესაც გრძელდება.